შემოდგომა მეფუტკრისთვის გადამწყვეტი პერიოდია. სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე ფუტკრის ოჯახები ემზადებიან ზამთრისთვის და სწორედ ამ დროს დგინდება მათი მომავალი სიძლიერე. საშემოდგომო შემოწმებისას მეფუტკრი ამოწმებს დედა ფუტკრის არსებობას და მის ჯანმრთელობას, ბარტყვის რაოდენობას, ბუდის მდგომარეობას და ფიჩის არარისხს. ზედმეტი ჩარჩოები, რომლებსაც ფუტკარი არ ფარავს, სკიდან უნდა ამოიღოს, რათა ბუდე იყოს უფრო მჭიდრო და დაცული. საკვების შემოწმება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. თითო ჩარჩოზე უნდა დარჩეს მინიმუმ 2 კილოგრამი თაფლი. დაკრისტალებული ან მოუმწიფებელი თაფლი საფხეს უქმნის ფუტკრის სიცოცხლეს, რადგან ზამთარში ის ვერ გამოიყენება. ამიტომ ასეთი ჩარჩოები ამოიღება და ოჯახს ეძლევა მხოლოდ ხარისხიანი საკვები. ამავე დროს მეფუტკრის მთავარი ამოცანაა ახალგაზრდა ფუტკრების გაზრდა. აგვისტოსა და სექტემბერში ოჯახებს მიეწოდება გამაღიზიანებელი საკვები, რათა დედა ფუტკარმა მეტი კვერცხი დადოს. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ფუტკარი შევა დაზამთრებაში, მით ძლიერად გადალახავს ოჯახი ზამთარს და გაზაფხულზე ენერგიულად განაგრძობს ნექტრის მოტანას. მეფუტკრის ყოველი ნაბიჯი შემოდგომაზე არის ინვესტიცია მომავალ სეზონში. ძლიერი ზამთრობა ნიშნავს უხთავს, ჯანსაღ ოჯახს და წარმატებულ მეფუტკრეობას.